ჭეშმარიტი პოეზიის თავწყარო. შტრიხები ანაიდა ბოსტანჯანის ლექსების ახალი კრებულისთვის. ყველა პოეტს თავისი გზაწვრილი აქვს, თავის ძნელად გასავლელი ბილიკი, თავისი სიყვარული და წინაღობა და ძლიერ ცდება ის, ვისაც გონია რომ ჭეშმარიტი ხელოვანი იოლი გზებით დადის. სიყვარული და წინაღობა, ასე ქვია პოეტ ქალბატონი ანაიდა ბოსტანჯიანის ლექსთა ახალ კრებულებს. ქართულ და სომხურ ენაზე, ორი ქვეყნის სიყვარულით და ერთგულებით სავსე მისი ლექსები, მისი მიმტევებელი გული, მისი წინააღმდეგობებით სავსე გზა. ანაიდა ბოსტანჯიანის ლექსები მკითხველს ხიბლავს ტკივილის სიმძაფრით, სევდის ლექსად ქცევის ნიჭით და თვითმყოფადობით, რაზეც არ უნდა გვესაუბრებოდეს ის, სიყვარულს თუ ღალატზე, გულგრილ დაუნდობელ საუკუნესა თუ კანთმოყვარე ადამიანთა ფუჩ-ფუსფუსზე, თურქეთში დარჩენილი მამაპაპა და წმინდა მიწის მონატრებასა თუ ორი სამშობლოს, სომხეთისა და საქართველოს ერთგულებაზე, ყველგან ყოველს ტრიქონი, ყოველი სიტყვა, ჭეშმარიტი პოეზიის თავწყაროთია ნასაჯდოები. ისეთი მძიმეა, როგორც დაკარგული სამშობლოს ერთი მუჭა მიწა, ისე მსუმბუქი, როგორც სიკვდილი სამშობლოსათვის. წაიკითხეთ ანაიდა ბოსტანჯიანის ლექსთა ციკლი დაკარგულ სამშობლოზე. მასთან ერთად ეწვიეთ ყარსა და ტიგორს. ყარსა ჩაის წყალი იბგურეთ, ვანის ზღვას მიუვალებსეთ, ანის ტაძარში ილოცეთ. აკრძალული ენის მწუხარება იგრძენით და მაშინ მიხვდებით ამ სტრიქონების ფასს. ჩვენი ბეთრკული წარსული თვალები მაქვს ცრემლი წველი, ეს თევზია ოქროსფერი თუ მეფეთა სამოსელი. ანდა მოვიარე ნუმრეთის მთა, სულ ამაოდ მზილეთი ხარ, ჩემი დაკარგული ქვეყნის დაკარგული ყვავილი ხარ. მუშის წმინდა არაქელოთის მონასტერში მლოცველებს ასეთი ოხრა აღმოხდება. შენქვის სენა რწმენავ ჩემო გაუბზარო, მოგიტაცეს შუჩის ველის პატარძალო. პოეტი ქალბატონი ანდერძა თუტოვებს თავმალობას, არ დავივიწყოთ ამ მიწაში ჩვენი ფესვი დაგვრჩა. წიგნში განსაკუთრებული ადგილი სიყვარულის თემაზეა დაწერილი. ლექსებს უკავია მრავალმშვენიერ ლექსთა შორის მე გამოვყოფთი ლექს ღალატი. თითქოს ამ ლექსით გვაძლევს პოეტი თავის ცხრაკრიტულით ჩარაზულ გულის გასაღებს. იცი ან როგორ გაიგებ ანგულს დატეხილ ომებს, ჩემში მრავალი ქალია, შენ უღალატე რომებს. ნუ არც ამახს და უწყინარს, შამირამს გულთა მყრობელს, ჩემი ღალატი გეწადა, შენ უღალატე რომელს. წინაპართა მიწებისადმი გაუნელებელი თაყვანისცემა, ორი უსაყვარლესი ქვეყნის ერთგულება, 1000 ქალის 1000 ნაფიქრი, ერთწფერ გულში გატარებული მშვენიერ წიგნად შეკრებილა და ჭეშმარიტ მკითხველს ელის. მე იშვიათად მინახავს ასეთი ორტომეული, ორი ქვეყნის პატრიოტი ადამიანის მიერ დიდი რუდუნებით ორ ენაზე შექმნილი და ერთი გულის ზაფით გაერთიანებული. მაყვალა გონაშვილი, პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. ანაიდა ბოსტანჯიანის სიყვარულისა და მონატრების პლანეტა. პოეტური კრებული სიყვარული და წინაღობა ახალი მნიშვნელოვანი თავშესაფარია ანაიდა ბოსტანჯიანის მრავალჟანრულ შემოქმედებაში. მისი ნიჭის მწიფობის თავისებური დასტური. წიგნის ღერძში ფაქტიურად ავტორს ცხოვრების დრამა, გაბზარული მშობელი ხალხის ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ გვერდებიდან ერთ-ერთს სომხური გენოციდის შედეგების პრიზმაში გარდატეხილი. მთავარი მოქმედი პირი სამია: სიყვარული, მონატრება და წინაღობა, განუყოფელი ერთიანობით, უფრო სწორედ სიყვარულის ნატრა და მონატრებული სიყვარული, რომლებიც მოუთოკავი ნიაღვარივით წალეკავენ ყოველ წინაღობას და უფსკრულს. ეს სიყვარული ვულკანია, რომელიც ზოგჯერ იფერფლება გავარვარებული ლავასავით, ზოგჯერ მოედინება ლაღი ფიქრის კალაპოტით და მას ძალიან შეესაბამება ალისია კირაკოსიანის ფორმულა. სიყვარულის საპირისპირო სულაც არ არის, არ შეყვარება. მისი სიყვარული უკიდე ყველანაირი ანგარებისა და მოთხოვნის გარეშე, ალბათ გვიანაც, მაგრამ არა დაგვიანებული. მომწიფებულია სიყვარული თავის ყველა ნიუანსით, როგორც ცხოვრების აზრი, არსი და გამართლება. და თუმცა მჩქეფარია ეს სიყვარული, ბრმაროდია, სასოწარკვეთილებისა და გაყრის წუთებშიც უბოროტოა და პატიებელი. და ეს ქალური სიყვარული ამოუხსნელი იდუმალი გამოცანაა.
ეს გული ჩარაზულია სხვა საიდუმლო ბეჭდით. ზღვავარ უძირო უსაზღვრო ვერ გამახელებ ეჭვით. მე ვერ მაცდუნებს ადამი, მაგ სიყვარულის სხურდა. შენი ნეკნისგან შობილი, ღალატს გპატიობ მუდამ. აი წიგნის მეორე, თუმცა მომლოცველი პოეტის მოგონების გზები, რომლებიც დასავლეთ სომხეთში მამა პაპაძე სამშობლოში უხმობენ და აი პოეტის თვალწინ იშლება მონატრების გეოგრაფიული რუკა, ანის სიწმინდეები, მუშის ველი, სიფანის მთა, ნემრუთის მთა და ვანის ტბა, მოციქულთა ახთამარის, ნარეკისა და ვარაგას ტაძრები, ყარსის ციხე, პერის კარი, ჩვენი ღმერთები და მითები, რომლებიც ვაგლახ დღეს არ ლაპარაკობენ მშობლიურ ენაზე და რასაკვირველია მისი პაპის მამული, საიდანაც პოეტს ერთი მუჭა მიწა მოაქვს, როგორც წმინდა საკმეველი თავისი შვილებისთვის. ერთი მუჭა მიწა მომაქვს ტიგორიდან, არ ვიცოდი მახსოვრობა თუ აქვს ხესაც, ჩამომჭკნარ ხეს დაუყარე, აიკვირტა, შორეული ტყის შრიალი შემომესმა. მამაცი ღირსეული სულისკვეთებით, ასევე მომთხოვნი პასუხისმგებლობით ჟღერენ ერგირისკენ ციკლის სიმღერები, რომლებიც ეძღვნება სომხეთის აცგარდაცვლილ პრემიერ-მინისტრის ანდარნიკ მარგანიანის ნათელხსოვნას და მონატრება და საყვედური, რომ იძულებული ხარ ანუგეშო ყრულ და მუნჯ სამყაროს. თვალებში და გულის ღრმა ლექსებიდან ლექსადმე ერგირის სიყვარული და პირადი სიყვარული. ორი უხვი ნაკადი ერწყმის ბოსტანჯიანურ სიყვარულის ოკეანეში. ეგ სიყვარული ადნობს დროისა და ისტორიის სავალდებულო წინაღობებს, რომლებიც ხშირად პატარა ორმოები როდია, არამედ ძალიან ღრმა უფსკრულებია, რომლებიც აშორებენ ქვეყნებს, ხალხებს, ადამიანურ გულებს. პატრიოტი ავტორისთვის დედა სომხეთის ზღვიდან ზღვამდე ეროვნული ოცნების ბოლო ციხესიმაგრეა და ეს ციხესიმაგრე აუღებელი და ძლიერია სომეხი კეთილშობილი რაინდებით. აგრეთვე ჭეშმარიტი მეგობრების პატიოსანი ხელის ჩამორთმევით, რომლის ლამაზი ანარეკლია ლექსები, როცა ცეკვავს ქართველი და ნათელი დღეების ნათელი ფიქრები. აი ასე საქმის ერთგულებით ანაიდა ბოსტანჯიანმა გადალახა წინაღობანი საკუთარი პოეზიის სიყვარულის პლანეტაზე და იგი ჭეშმარიტად ბრძანებს, რომ წინაღობანი აცალკავებენ, მაგრამ სიყვარული აერთიანებს. ჩემო ანაიდა, შენ სიყვარული იმდენად ემოციურია და გულმხურვალე, იმდენად მძაფრი, რომ ადნობს წინაღობასაც კი, თუ გაქვს მეხსიერება, კაცთმოყვარეობა, სიკეთე, გააქვს მადლი, ღვთის მიერ მოცემული უნარი და ყველაზე მთავარი ხილვა, უფრო მოსწრებულად თქმა შეუძლებელია. ლევონ ანანიანი, სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. ყარსში ათრთოლებს ყარსაჩაის სიომთიდან მონაბერი. ყარსადა და გიუმირის ერწყმის თითქოს არაქელოც მონასტერი. ყარსში სევდა მეძალება, მეშორება თითქოს ისცა, თითქოს სახლი მოწყდა ფესვებს, გიუმრიდან გამოიქცა. ვიღაც თურქულ ჰანგზე მღერის, სულში დარდი დაიურმებს, ეს ქალაქი ეკუთვნოდა ერთ დროს სომეხ ბაგრატუნებს. თავდახრილი წავალ ყარსში, ყარსაჩაი მოდუდუნებს, მონასტერი არაქელოც ლაჟვარდიდან გადმომყურებს. პასუხის მოლოდინში შენი ჯერია უკვე, მე 7-ჯერ 7 უპასუხოდ დავრჩენილ ვარ, 7 უწმინდესი რიცხვია ჩემთვის და წესით ყველა ქრისტიანისთვის, წინახარ ბიბლი, სიწმინდეებს მე არ ვღალატობ, ჯერი შენია, ჩემო სიწმინდეო, გელოდები. არ არიან მარადიულნი, დაუოყებელი ქარები და შუა არეული ქარიშხლებისთვის არ არიან მარადიულნი. ისევე როგორც შვიდი, სილურჯები და სამონიალები, მარადიულია ურთიერთსაპირისპირო ისწავლები, რომლებიც მათ შორის. პოეტი ანაიდა ბოსტანჯიანი, ანაჰიდ ანი.
მოგესალმებით, დიდი სიყვარულით, დიდი პატივისცემით, სულ მალე საქართველოში შემოგზადება ახალი წელი და მინდა რომ თვითონ ყველას, ვინც დღეს ჩვენი სტუმარია, უბედნიერესი წელი გქონდეს. უბედნიერესი წელი გქონდეს ჩემ საქართველოს, რომლის სულიც ასე აფორიათებულია და მთავარი რამ დაებედოს ქართველ ხალხს და საქართველოს. ურთიერთსიყვარული, ერთმანეთის სიყვარული და გაფრთხილების ნიჭი. ქვეყანა მაშინ აგებს ომებს, როცა სიყვარული იგარდება. იქ სადაც სიყვარულია, უფალიც არის და გამარჯვებაც არის. ამიტომ ერთადერთი რაც მე მინდა ჩემ საქართველოს უსულო, ეს არის უდიდესი სიყვარული და ქართველით ბედნიერება. საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების ადამიანის ბედნიერება და წარმატებები და საერთოდ დედამიწის ბედნიერება, იმიტომ რომ ისე დაპატარავდა ჩვენი დედამიწა, ძალიან შორეულ ქვეყანაში ხესო ტოტი მოწყდეს, მისი ხმა ჩვენამდე მოდის და მისი წყარიანი გვესმის. ამიტომ ძალიან მინდა რომ დედამიწა 2025 წელს იყოს მშვიდობის, სიყვარულის და სამართლიანობის დედამიწა, რადგან ისე აირია დედამიწაზეც ტყუილი და მართალი, რომ ძალიან ხშირად ბრძენიც კი შეიძლება დაიბნეს და ვერ მიხვდეს საით მიდის ეს ჩვენი საოცარი პლანეტა, რა გზას ადგას და რა სადამდე მივა. დღევანდელი დღე ჩემთვის და თითოეული თქვენგანისთვის გამორჩეული დღე არის. გამორჩეული, იმიტომ რომ თვითონ დღევანდელი დღის მთავარი გმირი, ჩემი ანაით ბოსტანჯიანი იყო ასეთი გამორჩეული ქალბატონი. დიდი მადლობა თვითონ თქვენას, რომ მე მეშინო და სიმართლე გითხრათ, რამდენი ადამიანი მოვიდოდა. მართლა ვშიშობდი, იმიტომ რომ ისეთი დრო დადგა, მე 2-3 დღის წინ ვიყავი ერთ-ერთ ღონისძიებაზე და ორ განსხვავებული აზრის ადამიანს შორის მომიხდა ჯდომა და ჩემ ცხოვრებაში პირველად ვიზრდი, რომ შეიძლება ყოფილიყავი მეხამრიდი ეყოსოდასას ისეთი ამბავი აკდა. რა ბედნიერება, რომ თქვენ მოხვედით და მოგიყვანათ ჩემი ანაიდას დიდმა სიყვარულმა. და მე დიდი მადლობა მინდა თვითონ თქვენას გითხრათ, დიდი მადლობა ჩემს უსაყვარლეს სტუმრებს და ჩვენი მწერალთა სახლის წევრებს და ასევე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელს ბატონ აშოტ ბატიანს უთხრა უდიდესი მადლობა. Огромное спасибо. საღამოს წაუძღვება ჩემი მანანა გორგიშვილი, რომელიც ორგანიზატორია ამ დღის და ამისთვის ჩვენს მანანას დიდი მადლობა, რომ აი ეს ლამაზი დღე უნდა გვაშურდეთ და ერთ რამეს ვიტყოდი, რომ მე თითქმის 20 წელია რაც ამ ორგანიზაციაში ვარ ერთ-ერთი ხელმძღვანელი და 50 წელი თითქმის ცოტა ახლია რაც მე ამ ორგანიზაციის წევრი და ოჯახის წევრი ვარ და თითოეული წელს ასვლა მარადინულ სამყოფელში თითოეული ჩვენგანის დიდი ტკივილია. ანაიდან რომ დაატყდა საქართველოს და სომხეთს, ეს იყო ძალიან დიდი ტკივილი ორი ქვეყნის კულტურული ცხოვრებისათვის, რადგან მე იშვიათად მეგულება ისეთი ადამიანი, რომელსაც ასეთი დიდი სიყვარულით უყვარდეს ორივე ქვეყანა, რომელიც ასეთი დიდი ერთგულებით ემსახურებოდეს ქართულიდან სომხურად, სომხურიდან ქართულად, ის თარგმნიდა მთელი ერთგულებით, ზოგჯერ სრულიად უანგარო, ერთი თეთრი არა უღია და თვითონ ხარჯავდა ძალიან ხშირად თავის უკანასკნელ კაპიკებს. ქალბატონი, რომელმაც კარგად იცოდა რას ნიშნავს სიტყვა ჭირთათმენა და გამარჯვება, იმიტომ რომ მას საკმაოდ რთული ცხოვრება ჰქონდა და ამ რთული ცხოვრების მიუხედავად ღიმილად იღვრებოდა. ამ რთული ცხოვრების მიუხედავად წინვალე შვილები აჩუქა საქართველოს და სომხეთს და კიდევ იმის თქვა შემიძლია, რომ მისი ღვაწლი ამ ორი ქვეყნის წინაშე თავს დაუდებელი და რაღაც გამორჩეული არის. და ტკივილად მახსენდება ისიც, რომ თვითონ თქვენას დააყრდნა წინვალე წერალი, მე კი დამაყრდა წინვალე მეგობარი, რომელიც ძალიან მიყარდა და რომელიც ჩემთვის ასევე უზრუნველესი იყო. ნათელში იყოს ჩემი ანაიდას სული, ჩვენ ერთად ვიყავით მრავალ ქვეყანაში, ბატონი რეზო გაიხსენებს, როგორი იყო ჩვენი მოგზაურობა საბერძნეთში, როდოსზე რა დაუვიწყარი იყო ეს დღეები და რაც ბოლოს გეგმავდით, რომ წასულიყავით ერთად ბეირუთში. ესეთი გეგმა გქონდა, ეს გეგმა ჩამეშალა
ჩემი სიყვარული ჩემს ანაიდას, ჩემი წფერი ცრემლი, რომელიც სანთელზე უფრო ძლიერია, ხოლმე ძალიან ხშირად და მე ერთ ლექსს წავიკითხვა, მე თავად მუშაობდი ამ წიგნზე, როცა ანაიდა მაკეტებდა, ამზადებდა და ერთი ლექსი თბილისზე, აი ამ ლექსში კარგად ჩანს თუ რა ძალიან უყვარდა მას ეს დედაქალაქი, სადაც მარადიული სასუფეველი პოვა. სიმღერა პირველი. ჩემს თბილისში მტკვრის დუდუნი ნანასავით ჩამესმის, მიყვარს ქვებთან მასლა, მზის სხივებთან ალერსი, მოკეიფე ავლაბარი, ვინის ყანწებს ავსებს, ადრეგზელებს ჯერ უფალს და მერე უბნის ლამაზებს. ჩემს სიმღერას ისმენს ყველა, ბანს მაძლევენ ხეები, მიღებიან გუმხურალეთ ჩემი თბილისელები, გულიდან გულს გადაივლის ფობის ტალღაულები, ეფინება ღვთიურ ქალაქს საკმეველის სურდელი. ეს საკმეველი არ მოგდებოდეს მას და რომელიც საქმეა ქალის სახელი და რომელშიც ჩემ ლექსებთან ერთად რომელიც მხოლოდ ქალებს ეწოდებათ ეს ლექსები და მამაკაცებისთვის არის გაგვიშვილი და სოფლიოს სხვადასხვა პოეტ ქალთა თითოეული შედევრი არის შეტანილია ანაით მოსტანჯიანის წყინვალე ლექსებით, ჩემი თარგმანებით. დიდი მადლობა ყველასთვის. მანადა ვაბარებ ყველასთვის და ერთამეს ვიტყვი მანადა მე მინდა ბატონ სოსო სიგუას მიულოცო აკადემიის პროფესორისა აკადემიკოსობა გილოცავ სოსო მე აკადემიკა ჩვენი ბატონი რაუნდში რაც მომზადდა და მინდა რომ წიგან მომზადდეს დიდი სიყვარულით მინდა მივესალმო მას იმიტომ რომ ჩვენ ქართულ წერლობას საოცარ გუბას ბატონი რაუნდი თავის შემოქმედებით თავისი ცხოვრების და თავისი ღირსები და ნიჭიერი დამზადეთ ჩვენთან ახოს თავად ბატონო ლაქანსა ბანანას ალავერტი მოგესალმებით ანაიდა იყო ჩემი ძალიან მახვილ მეგობარი, ჩემი და იყო და ყოველთვის როცა ვახსენებ სულ ვამბობ ჩემი ანაიდა და ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ ანაიდა 75 წლის გახდებოდა და მე მახსოვს აი ამ დარბაზში ჩვენ რამდენი ღონისძიება ჩაგვიტარებია, როგორი გულწრფელი იყო, როგორი მოსიყვარულე იყო და როგორ უყვარდა თითოეული ჩვენგანი და იქაც როდესაც ჩავდიოდით ერევანშიც ზუსტად იგი უყვებოდა საოცარი ადამიანი იყო ანაიდა და დღეს ბევრს გავიხსენებ, ბევრ რამეს გავიხსენებ, სულ პატარა მოკლე ჩანაწერი გვაქვს, რომელსაც ეხლა გაჩვენებთ და შემდეგ გავახსენებ. ბატონო, აქ მოგწამთ თუ იქ ეხარებ, ბოდიშკი. ჩვენი დღევანდელი საღამოსი, ჩვენ იუბილეას უნდა გადავცეთ სიტყვა და ძვირფასო ანაიდა. კიდევ ერთხელ გილოცავ ამ დღეს უფალს ხოვრო, ამაზე ნაკლები დღე არასოდეს არ ქონოდეს ცხოვრებაში და უფალს ხოვრო, როგორც ეხლა ჩვენ ავართ, თითოეული ჩვენგანი სამსე სიყვარული, აი ასე სიყვარულის გზებით ვიაროთ ყოველთვის. ძალიან კარგი რა მოხდა ეს ჩემო საყვარელო მეგობრო, ჩემო ქართველებო, ჩემო სოხებო, ჩემო თანამოქალაქეებო, ჩემო კოლეგებო, ჩემო ახალგაზრდა კოლეგებო, ჩემო თანამოყალმებო დავსვეთ საზოგადოება. მე მგონი დღეს რაც არ უნდა ვთქვა, როგორც არ უნდა ვთქვა, ძალიან ძნელი იქნება რომ გავუხატო ის სიხარული, ის სიამაყე, ის გრძნობა, რომელიც დამეუქვა მე ამ წუთებში. იმიტომ რომ რაც არ უნდა ვთქვა, რაზეც არ უნდა ვთქვა მილიონერებ და როგორც არ უნდა ვთქვა, ჩემი თითოეული სიტყვა, თითო აზრი წინადადება მოქცეული იქნება სიყვარულისა და მადლიერების წრეში.
მათ ირგვლივ იდრეანებს. ამიტომ მე მინდა ჩემი სიტყვა მადლიერებზე უთხრა ის, რასაც ეხლა ჩემს კუთხეშია, რასაც ვფიქრობ. ეს არის მადლიერება. მადლიერება ამ საოცარ, ამ ულამაზეს მიწა-წყალს, ჩვენს დიდებულ საქართველოს, რომლის მოქალაქე ვარ მე, სადაც დავიბანდება. ის ქვეყანა, სადაც ჯერ კიდევ 1915 წლის გენოციდის მერე ჩემი ბაბუა ჩამოვიდა საცხოვრებლად და აქ ნახა თავისი მეორე თბილი ოჯახი. ეს არის შემთხვევის საქართველო. მე მაქვს ჩემი ბაბუას ანდერძი, რომ გინდი ცხოვროთ დედა სოფელში, არ უდეს არ დაგავიწყდეთ საქართველო და მუდამ მიყავით ამ მიწა-წყლის მადლიერი შვილები. მე არასოდეს არ მარცხდება ეს ანდერძი ბაბუაჩის. მე მადლობელი ვარ თბილისს, ჩვენს დედოფალ დედაქალაქს, სადაც სვანეთის უბანში სოფური ნერსისიანის სემინარიის ფერდობში დავიბადე, პირველად ვიხილე მზე და წამოვთქი ჩემი სოფური სიტყვა. ქალაქი ოცნება, ქალაქი სილამაზე, ჩემთვის გერბია თბილისი და სწორედ თბილისიმ მასწავლა, თბილისიმ მასწავლა ჭეშმარიტი ნამდვილი სიყვარული. მადლობა ჩემს ისტორიულ, ჩემს მშობლიურ სომხეთს, ისევ დიდებულ სომხეთს, ჩემს ღვთიურ სომხურ ენას, რომელიც არის ჩემი თითო ლექსის, თითო სიტყვის და წინადადების თავწყარო. მადლობა ქართულ და სომხურ ლიტერატურას, რომელსაც მომცა საშუალება ხილივით ჩავდარიყო იყავი ორი ენის შორის. მადლობა ამ უძველეს, უთბილეს, უსაყვარლეს ბრძნულ ლიტერატურულ ოჯახს, მწერალთა დაშლს, მაჩაბლის ცამეტს, სადაც ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში აქვე ბენიქსერიანის იუბილეს დროს მქონდა ბედნიერება გამეცნო ბევრის თვალსაჩინო სომეხი და ქართველი მწერალი და სხვადასხვა პირველი სადავო სიტყვა აღწარნოთქვა აი აქ სწორედ. მადლობა თითოეულ თქვენთანაც, ყველას ვინც ვიყოფები და ჩემს სიხარულს აზიანებთ. მადლობა უფალს, რომელიც ჩემი ცხოვრების მანძილზე 75 წელი მაძლევს ძალას, რათა ვემსახურო მწერლობას და ორიენტის სიყვარულს. მადლობა ღმერთს. მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მივიღე ქართული პოეზიის დედოფლის ანა კალანდაძის პრემია. მივარხარ, ძალიან მივარხარ და ეს სიყვარული მე მგონი დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემს სიკვდილამდე ჩემთან ერთად იქნება, ჩემს გულში იქნება აღწევი. მინდა აუცილებლად ვარშავამ საველის ორი სიტყვა სომხურად. ვინ მოყარესა ალეცებს იგი თავისი ერია. ასევე როცა აქ დავბეჭდე და ვთანხმდე, რევაზ მიშველაძის ნოველების წიგნი პრეზენტაცია იყო
ჩვენს საყვარელ ჰაერში. მადლობა მინდა გადავხადო მე ასევე მწერალთა კავშირის დირექციას ამ ულამაზეს იცით როგორ იყო სიმბოლურად კი არ იყო ნამდვილად ასე იყო და ანაიდა შემდეგ თითქოს რაღაცნაირად შემეუდა ეს მდგომარეობა თუმცა ურთიერთობას მაინც ვაგრძელებთ და მე მინდა ბატონ აშოტს ვთხოვო სომხეთის სრულუფლებიან საქართველოში ორიოდე სიტყვით გითხრას ყოველი ამის შესახებ ორი ერის ურთიერთობა კულტურის გარეშე წარმოუდგენელია ალბათ მოგესალმებით. ვაკითხებო დამსწრებო. თავბატონო მავალა, ბატონო ბატრი, ბატონო რევას, არგილი ნერკანერ, ციელი ბარეკანერ. ინთამარ მეც პატივია ესო რესტავრირებდები, იებ ხოქრ კარჩ, ხოქრი ხოსკო ძეზინე. საუბარშიდობისა სამარელო საზოგადოება ჩემთვის დღეს დიდი პატივია დღეს გამოსვლა ასეთ ულამაზეს დარბაზში რომ მოგიხსენიოთ ქალბატონი ანაიტა კოსტანჯიანი დიდი მადლობა მოწვევისათვის და მე ჩემს პროექტით ბოდიშრიფტით შეიძლება ისე არ გადავხადო ეს არ არის ჩემი პროფესია და Յուրաքանչյուր դիվանագետիկյանքում կան սահմանափակված կամ սահմանված ձևաչափեր, որով մենք պետք է հանդես գանք եւ գործենք։ Ნებისმიერ დიპლომატის ცხოვრებაში არის რაღაცა შესაძლებელი მაგის დამიხებით ჩვენ ყოველთვის გამოვდივართ და ვამბობთ ჩვენს სიტყვას. დღეს ერთ-ერთი ესეთი დღე არის. Եվ կան մի շարք միջոցառումներ, որոնք մենք պետք է ուղղակի մասնակցենք կամ դեմ։ და არის ღონისძიებები, როცა ჩვენ აუცილებლად მივდივართ მაგ ღონისძიებაზე და მონაწილეობას ვიღებთ და გამოვდივართ სიტყვით. Բայց կան միջոցառումներ, որոնք մարդ ներքին պարտավորվածություն ունի, որ պետք է գնա այդ միջոցառմանը եւ դա նաեւ պարտքն է, որ գնալ նման միջոցառումների։ არის კიდევ მეორე ამბავი, როცა ამასთან ერთად, როცა შენ ხარ პოლიტიკოსი, შენ ხარ დიპლომატი, მაგის გარდა კიდევ გაქვს შინაგანი ასეთი პასუხისმგებლობა, რომ აუცილებლად უნდა წავიდე მაგ ღონისძიებაზე და გამოვიდე სიტყვით. აი ეს დღეს დღევანდელი დღე არის შინაგანი ასეთი გამოკვლევა. Որովհետև իրականում այսօր այս ծերուցքը ովքեր այստեղ ներկա է նախ շատ պարտավորեցնում է եւ իրականում հավատացնում ձեզ որ նաեւ համաչեցնում է որ ես պետք է ձեզ որևէ ողջույնի խոսք փոխանցեմ կամ խոսեմ Մարիա Կոստանդյանի մասին որովհետև բոլորը նրան շատ ավելի լավ են ճանաչել քան ես միայն կարդալով լսել եմ նրա մասին Დღევანდელი დღე ამ დარბაზში შეკრებილი ის საზოგადოება რომელიც რომ არა მარტო თბილისის საქართველოს ელიტას წარმოადგენს, ინტელიგენციას წარმოადგენს და მშვენივრად იცოდა ანაიტა კოსტანჯიანს, იცნობდა მას, მის ლექსებს, მის მოღვაწეობას და მე უბრალოდ არ ვიცნობდი მას, წაკითხული მაქვს მისი ნაწარმოებები, ამიტომ ჩემთვისაც პატივისცემა ვისაუბრო ანაიტა კოსტანჯიანზე. Երկու տարի առաջ ես գործում եմ Իրաստան աշխատելու,
Chceci նաև ուսումնասիրել ավելի շատ խորացնել իմ գիտելիքները Վրաստանի մասին, բայց այդ գիտելիքներից, երբ ես խորացնում եմ գիտելիքները, անհնար է անցնել կամ ուղղակի չտեսնել կամ չկարդալ մի քանի մարդկանց անուն ազգաններ, որոնցից մեկն հենց Անահիտ Բոստանջյանն է։ 2 წლის წინ, როცა დავინიშნე საქართველოში სულ ექვთებიან ელჩად, ასეთი აზრი მომივიდა, რომ აუცილებლად უნდა ვნახო ის საზოგადოება, გავიგო ის აზრი, წავიკითხო ის ნაწარმოებები, რომელიც ეკუთვნის საქართველოს ქალაქ თბილისს. და აუცილებლად ვნახო ის ხალხი, დავიკითხო ის ნაწარმოებები, რომელიც რომ უმეტეს ჩვენი ხალხის, ჩვენი ერის წარმომადგენლები არიან. ერთ-ერთი მათგანი არის ანაიტა ბოსტანჯიანი. Ես այսօր ուրախ եմ եւ համար իրապես շատ մեծ պատիվ է ուզում նաեւ շնորհակալություն հայտնել կազմակերպիչներին, Տիկին Մանանային, պարոն Բայրովցին, որ այսօր այս հրաշալի երեկո կազմակերպել են ուղղված Տիկին Անահիտ Բոստանջյանին։ Კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სულ ყველას ორგანიზატორებს, ქალბატონ მანანას, ბატონ ბაიბურს, რომ პატივმცეს და მომიწვიეს ამ ულამაზეს ღონისძიებაზე. დიდი მადლობა. Ես կարող եմ երկար խոսել Տիկին Բոստանջյանի մասին, բայց կարծում եմ շատ ավելի այստեղ ներկա են մարդիկ, որոնք նրա իրավասություն ունեն, նրա մասին խոսելու եւ նրա այսօրվա նրա մասին խոսելով բերվատանքի խոսքերով ունեն։ Եկի შემიძლია დიდხანს ვისაუბრო ქალბატონ ანაიტა ბოსტანჯიანზე, მაგრამ აქ საზოგადოების თითოეული წარმომადგენლის სიტყვის გამოსვლა უკვე იმდენად მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩემი სიტყვა უკვე არ ამიმართება იმ დონემდე, რაც თქვენ იცნობთ, რაც თქვენ იცით ქალბატონ ანაიტაზე. Եվ ես որպես դիվանագետի ուզում եմ միայն մեկ բան նշել։ Լինում են քաղաքական գործիչներ եւ կատարում են քաղաքական մի շարք պայմանավորվածություններ։ და კიდევ დავამატებთ, რომ საერთოდ არსებობენ პოლიტიკოსები, არსებობენ დიპლომატები, რომელსაც აქვს თავისი მნიშვნელობა საერთოდ ქვეყნებს შორის ისეთი ურთიერთობებისთვის გამოწვევა, მაგრამ ჩემი აზრით დღევანდელი დღეს უსხვანაირად წავა. Մենք բոլորս անվերջ կարող ենք խոսել քաղաքական ձեռքբերումների մասին, քաղաքական հարաբերությունների մասին, երկու ժողովուրդների փոխհարաբերությունների եւ նրանց ջերմ հարաբերությունների մասին։ Თქვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, საათობით ვისაუბროთ ორი ერის აქ ორი ერის წარმომადგენლებზე პოლიტიკურ ამბავში, პოლიტიკურ ჭრილში, მაგრამ არ მიცემ ჩემ თავს უფლებას, რომ დღეს ვისაუბრო ასეთ ურთიერთობებზე. Բայց ես խորապես համոզված եմ, որ իրական հայ եւ վրա ժողովրդների բարեկամության հիմնաքարը ֆունդամենտը նորը որը այստեղ ներկա է։ Եվ նույն Տիկին Անահիտ Բոստանջյանը եւ նրա նմանները։ Դարձունებული վար, რომ ձևանների საზოგადოება, რომელიც რომ ეხლა არის, ზუსტად იმ ორი, ზუსტად იმ პოლიტიკის ფუნდამენტი, ფუნდამენტი არის საჭირველია, დიდი ბრძოლა საჭირველია, რომ აუცილებლად სომეხთა ქართველ ერს შორის არის ის ხიდი, რომელიც რომ თავის დროზე ატარებდა ქალბატონი ანაიტიანი. Այս մարդկանց, այսինքն ձեր եւ Տիկին Բոստանջյանի նման մարդկանց դրված քարերը անշարժ են, երբեք չեն շարժվում, նրանք երբեք չեն փոխվում եւ վստահ եմ դարեր շարունակ դերինս կրել հայ եւ վրա ժողովրդի բարեկամություն։ და კიდევ მნიშვნელოვანია ის, რომ ამ საძირკველისთვის თითოეული ის თქვა, რომელიც რომ დადებული იყო ჩვენი წინაპრების, ჩვენი დღევანდელი ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, როგორც კიდევ ქალბატონი ანაიტა იყო, ეს არასოდეს არც ხიდი, არც საძირკველი არასოდეს არ მოხდა. Եվ վերջում թույլ տվեք մեկ նախադասությամբ ավարտել, վստահ եմ, որ դրացիայնում եք կամ հայերենի այս համարժեքին մեկ հայտնի ասացված կամ հայերեն նախադասություն ասում են,
asraove con genere asem lupoves. Quest'anno come grazie nome cadrà a Margeka, ma testo zes, e testo di tocche na stelleta, mi è bavare hascanato che ove è di dinamite ძალიან საინტერესო აზრი იყო, ანუ სომხებშიც და ქართველებშიც არის ასეთი აზრი, აბა მითხარი ვინ არის შენი მეგობარი, ძმაკაცი და გეტყვი ვინ ახარ შენ. აი აქ ვინსონს იქარ საზოგადოება, ინტელიგენციის წარმომადგენლები, აი იმისი დასტურია, რომ ქალბატონი ანაიდას ყავდა ისეთი მეგობრები, ისეთი წარმომადგენლები, რომ ნახეთ ეხლა თქვენ და უკვე ვიცი ვინ არის ქალბატონი ანაიდა, რომ ასეთი სამეგობრო ყავდა მას და ასეთ ხალხთან ჰქონდა ურთიერთობა. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ არ ყოფილიყო ის გარემოება და სამწუხარო რეალობა, რაც საქართველოშია, დარბაზში ბევრად მეტი ადამიანი იქნებოდა და ბევრად მეტი ანაიდას მოყოლი ადამიანი. უბრალოდ დღეს დღევანდელ დღეს არის ალბათ ეს. რაც შეეხება ხიდს, ანაიდას ყოველწლიური გამოცემა ხიდი მას მერე რაც ანაიდა აღარ არის ჩვენს გვერდით გაჩერდა. მე სულ ველოდებოდი რომ გაგრძელდებოდა და იმედი მაქვს რომ აუცილებლად გაგრძელდება. ანაიდა იყო საოცარი ადამიანი. მე მუშაობის პროცესში ხშირად ყოფილვარ ერთად. რაღაც გაჭირდებოდა მირეკა და მანენაჯარი. მოდი ჩემთან ეხლა რაღაც საქმე მაქვს და ასე მუშაობდით. ძალიან პასუხისმგებლობის უაღრესად მაღალი პასუხისმგებლობის გზნობა ჰქონდა თარგმანის დროს და მას ძალიან ბევრი ქართველი მწერალი ყავს თარგმნილი. დღეს ჩვენ გვესწრება ბატონი რევაზ მიშველაძე. მე ვიცი რომ ანაიდამ თარგმნა და ბატონ ეზოს ვთხოვოთ. Спасибо. Сам ситყვას ვიტყოდა. ჩემს მოვალეობას მაჩნია. მე წეღარ შემოვედი და ვერ დავინახე ჩემი მეგობარი, რომელსაც მინდა მივუახლოვდე და ყველა ქართველი მწერლის სახელით, იგი ყველასთვის საყვარელი კაცია და ანაიდ ბოსნაჯიანცის უახლოესი მეგობარი იყო და არის. One by boots მინდა ვიამბობ. ანაიდა თავის სახლში დაბრუნდა. აი აქ წერალთა კავშირში. ამ დარბაზში კარგად თქვა ჩემმა მაყვალამ, ჩვენ ვერ წარმოგვედგინა ღონისძიება ანაიდას გადაშენ. როგორ დაიწყო მან თავის საიუბილეო საღამოზე თავისი ლამაზი სიტყვა, რა სითბოთი, რა სიყვარულით. აი ასეთი იყო ის ცხოვრებაშიც. ანაიდა ჩვენთან რჩება. იგი ძალიან მასშტაბური მოღვაწე იყო. თარგმნიდა, თავის მშვენიერ ლექსებს წერდა, სტატიებს წერდა და ამშვენებდა ორი ქვეყნის დიდ ლიტერატურას. რა დასამალია და არც ერთი ერი არ არის ჩვენთან ისე ახლოს კულტურულად, მეზობლურად, თუ გნებავთ ეთნიკურად და გენეტიკურადაც, როგორც სომეხი ერია. ერთხელ ერევანში ვიყავით და თუ გახსოვს მაყვალა საოცარი სიყვარულით ხვდებოდნენ. ასე არ არის ვან ანაიდას. მე არ მინახავს ასეთი ყურადღება, ასეთი სიყვარული
უამრავი ნაცნობი მეგობარი ყავდა არ ასვენებდნენ აბა ჩემთან წამოდი აბა იქეთ წავიდი აქეთ წამოდი მეუთხარი ისე ნახევრად ხუმრობით ანაიდა დაარჩია მეუთხარი რა გინდა თბილისში იცხოვრე შენს ხალხში შენს ქვეყანაში გაბრაზდა იცი რას მეუბნები მეზოჯან მე თბილისის გარეშე ერთი დღეს სიცოცხლე არ შემიძლია და იგი გულწრფელი იყო ამაში საოცრად გულწრფელი მისი სიყვარული იყო უკიდეგანო თქვენ იცით ყველამ რომ თარგმნა მაინც და მაინც ადვილი საქმე არ არის და ყველაზე ძნელი და რთული საქმეა და შეიძლება ცოტა უმალდურიც ვინ ამბობს მაღლა პავლო იაშვილი თუ ტიციანი მე ახალის შექმნის თავი არ მაქვს ახალს არ ვქნი მე ქრის ვეძებ ესე იგი ვთარგმნი გონი მიზრა ლამაზი ქრივი იყო ანაიდა თარგმნი და იგი მთელ ქართულ ლიტერატურას და მე ბედნიერი კაცი ვარ რომ მეც წვდა მისი მადლი ჩემი ნოველების წიგნი თარგმნა მან არ წამოვიღე ახლა სევდის დასამატებლად მაგრამ იგი ჩემს თაროზე დევს ჩემს გულთან ყველაზე ახლოს თარგმნა უანგაროდ თვითონ წაიღო თვითონ გამოსცა თვითონ დაბეჭდა ტირაჟი სახში მომიტანა და დღეს რომ უთხარი ჩემს სხოლს მეუღლე ცოტა შეუძლო თუ თავს ანაიდა საღამოამეთქი ვაიმე რო შემეძლოს სიარული წამოვიდოდიო ხო გახსოვს როგორ შემოვიდოდა სახშიო და რა სიხარული შემოქონდაო მართლა ასე იყო ჩვენთანაც მაყვალასთანაც და ყველა მის მეგობართან ახლა ქართულის დიდებულად იცოდა და ხანდახან ნოველებს მისწორებდა კიდეც თარგმნის დროს მეუბნებოდა აქ რო გიწერიაო წინ მეუძღოდა რა თუნდა წინო მიუძღოდა ხო თვითონ ნიშნავს რომ წინ მიდიოდაო არ დავფიქრებულ ვარ არასოდეს არა და ჩვენ ყოველ ფეხის დამეძევაო წინ მიუძღვის უკან მიუძღვის ხომ არ არსებობს მიუძღვის ესე იგი წინ არის მე ერთხელ კიდევ სხვა რაღაცაც ბევრი მითხრა ხო მიწერია თუნდაც ერთ ნოველაში მომხსენებელმა საქმის გარშემო ილაპარაკა როგორ მეზოჯან მითხრა საქმის გარშემო ესე იგი საქმეზე არ ულაპარაკი დაწერე გასო მომხსენებელმა საქმეზე ილაპარაკა მე ვცდილობ ძალიან ახლა არ ვიცი ჩვენ ალბათ საკითხული არ არის ჩემი წიგნები არც ერთი ვცდილობ რომ ქართული რაც შეიძლება დავხვეწო მაგრამ აი ანაიდას ახალი და მახვილი თვალი როგორ მისწორებდა ბევრ ამას ძალიან რთულია ჩვენი ენა ძალიან რთულია გამართო იგი და თარგმნო სხვა ენიდან სხვა ენაზე გადმოიტანო ერთ პატარა მაგალითს გეტყვით როცა თარგმნიდნენ მაჩაბელი და ილია ჭავჭავაძე ჰამლეტს სხვასაც ხოდა ნაწილები თარგმნილი ერთი შერვაშიძე იყო დასის წევრი მსახიობი და მანაც მოიტანა დასახმარებლად ილიასთან და მაჩაბელთან აი ეს ერთი ცნობილი სტროფი ეწერა ასე დავრჩე წავიდე უნდა ვკითხო არსთა გამრიგეს არ არის მაინც ცუდი უბრალოდ მსახიობმა თარგმნა ანტონ ფურცელაძეს ჰქონდა თარგმნილი ვიყო თუ არ ვიყო აი რა უნდა ვიკითხო ძალიან სცენაზე სათქმელად უხერხულია ქართული სვალსაზრისით
ილია ჭამჭავაძის თარგმანი გაყოლა სიკვდილ სიცოცხლე საკითხავი ამ წუთის სოფლის ესეც არ არის ცუდი სიკვდილ სიცოცხლე საკითხავი ამ წუთის სოფლის ილიას ქართული მოგეხსენებათ არა ერეკლებ და ვანო მაჩაბელმა ყველაზე ზუსტად მიაგნო ყოფნა არ ყოფნა საკითხავი აი ეს არის დაჭერდა და მე ინგლისურიც რო კარგად იცოდა და ახლა ილიამ არ იცოდა ინგლისური ზუსტად აქვს გადმოტანილი to be or not to be that is question აი მე ცოტა ვიცი სომხური და ჩემს ნოველებს რომ კითხულობდი რაღაცა ჩავიხედავდი სომხურ ლექსიკონში ამაში იმაში და ვზნობდი რომ იმ დიალოგების გადმოტანაც კი ოსტატურად შეეძლო ამ გრძნევ ქალს ჩემს ანაიდას ახლა გავამხელ მის ქალიშვილს თუ არ ეწყინება ჩემს რომანს აი ნობელის პრემიაზე რომ წარადგინეს და არ მომწევს ნობელის პრემია ეს ბევრს ვაჩუქებ მე ჩემს მეგობარს და წაკითხულია ქვია ციყვი ბორბალში ეს ციყვი ბორბალში იმ უბედურ წლებზეა დაწერილი როცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო და ორი სიტყვით გეტყვით მე ვამთავრებ ესე იგი ყავს ფოტოგრაფი პრეზიდენტს უღებს სურათს ყოველთვის მე მიუტანს ამ სურათებს და Здравствуйте, человек, говорю по-грузински. Квар гадавиде, русовзе, я инглисовзе. ინგლისური ჯობია. ხოდა. მიუტანს, ესე იგი, სხვადასხვა სურათებს და სააკაშვილი ეს დაბეჭდეთ, ეს არა, ეს დაიბეჭდოს, ეს არა, ეს არა, მაგრამ იბეჭდება გაზეთებში ძალიან შემარცხვენელი ქართული სიტყვით რომ ვთქვა სურათები დაუძახა ერთხელ ამ ფოტოგრაფს და უთქვა ლავრენტი ხო გითხარი ეს არ დაიბეჭდა კაცო ჩემს გარდა უთქვენო სხვა ფოტოგრაფების ხო გიღებენო და იბეჭდება ვიღაც ლენინგრადელი გოგონა იყო ტანმოვარჯიშე და ვის არ გვიყვარს მაგრამ ჩვენ ხელები მოუკლეთ გვაქვს იმიტომ რომ სილობა და სიძის ნამუსი ვაწუხებს და ამას ასე აყავს ეს ისა კარგად მოჭმოჭნილი იცის თელი მსოფლიო ამ სურათს რატო დაბეჭდეთ ეს სურათი ახლა მე რას გავაკეთებ იციო უთხრა ფოტოგრაფს დაგაპატიმრებ შენო რომ სხვა ფოტოგრაფებმა იფიქრო აი თავისი საკუთარი ფოტოგრაფი დააპატიმრა და აწი აღარ გადავიღოთ ასეთი მაკომპრომენტირებელი სურათები. დაიჭირა ეს კაცი პრეზიდენტმა მე ციხის ამბებია აღწერილი რაღაცა ჩემი მოკლეჭვით როგორც შემძელი და არავინ არ უშვებს ერთი წელი გავიდა მეორე მესამე ციხეში ზის სააკაშვილმა დაივიწყა თავისი ფოტოგრაფი ამაზეა რომანი და ერთ დღეს ნახა სასეირნოთ რო გამოყავთ პატიმრები ხო არის ასე ჯგუფები დადის და უცებ მოკრა თვალი ყოფილ პრეზიდენტს რომელიც ახლა ციხეში ზის როცა ეს რომანი დაწერე არ იყო მაშინ დაწერილი მაგრამ რაღაცა თამას წინასწარ მეტყოლებასავით გაუყენია ეს ყველაფერი რატო ვთქვი თარგმნიდა ითარგმნა ეს რუსულადაც სხვა ენებზეც რაღაცა ნახევარი ნათარგმნი ქონდა ვიჯექით ერთმანეთთან კვირაში ერთხელ ვხვდებოდით ჩემთან მომზამდებოდა თარგმნიდა და ვეღარ დაამთავრა
ჩემმა საყვარელმა მეგობარმა დატოვა ეს საწუთრო, მერე ვიღაცა მომატყუა. არ ვიცი გონი მაყვალა გონაშვილმა. მისი ქალიშვილი თარგმნისო ბატონრეზო და დაამთავრებს ამ დღეებში. მისი ქალიშვილი. ასე იცოდა. ცოტა ეს იწყავარი. შევოთრიფასებო. ყველაფერს თავი დავანებოთ. ჩვენ ამ ქვეყანაზე სიყვარულისთვის მოსული ვართ. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ვალიჯან, არ არსებობს საქართველოსთვის უფრო ახლობელი ერი, ვიდრე თქვენ ხართ, ვიდრე ჩემი სომხები არიან, ვიდრე ჩემი ანაიდა იყო და ანაიდას დათესილი სიყვარული აი აქ არის ეხლა ამ დარბაზში. თქვენ გაგიმარჯვებთ. ნამდვილად ანაიდა დათესილი და სიყვარული დღეს ამ დარბაზშია. მას ყველა უყვარდა განურჩეულად და ეს ისეთი გამოხატულება იცოდა ხოლმე საოცრის დროს, საოცრად მეც განმომედებოდა ხოლმე მისი ემოცია. დღეს ჩვენთან არის ბატონი რაულ ჩილაჩავა. მე ვიცი რომ ბატონი რაული ანაიდას კარგად ეცნობდა. ხო ბატონი რაულ ჩილაჩავა რუსთაველის პრემიის ლაურეატი რუსთაველის პრემიის ლაურეატი საამაყო რაული მოგესალმებით სულფასო მეგობრებო, მოგესალმებით ბატონელჩო, ჩემო სულფასო კოლეგებო, სამწუხარო ვარ რომ დღეს ამ თარიღს ანაიდას 75 წლის თავს უმისოდ ვძლებთ. ეს მართლაც იყო შესანიშნავი პიროვნება და მართლა იყო ქართულ-სომხური ურთიერთობების ცოცხალი განსახიერება. უნიჭიერესი წერალი და რაც ბატონმა რეზომ თქვა, ერთხელ კიდევ მივკითხებს იმაზე, რამხელა პასუხისმგებლობის გზნობით ეკიდებოდა იგი სიტყვას, როგორც ქართულს, ასევე სომხურს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს დიდი ტრადიცია ქართულ-სომხური ურთიერთობების, ყავდა ბევრი მცოდნე ორივე ენის, მაგრამ ბოლო არცნებულებში ანაიდა მართლაც გამორჩეული იყო. მე სიშორის გამო ბოლო წლებში მასთან არ მქონია პირადი ურთიერთობა, მაგრამ Facebook-მა გვიშველა, პრაქტიკულად ყოველ დღეს უნდა მოწერა არც ერთ ჩემს პოსტს თუ რაღაცნაირ პუბლიკაციას არ სწორობდა უყურებოდ. ჩემი რამდენიმე ლექსიც კი თარგმნა და თავის ჟურნალში, ალმანახში, ხილში გამოვიდა. ჰქონდა კიდევ ჩანაფიქრი, მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ შესულდა, მაგრამ თავარი ის არის, რაც მოასწრო მან ძალიან დიდი სიყვარულის დათესვა საქართველოში ჩვენს ქართულ საზოგადოებაში. სომხეთში ჩაიტანა ქართული სული, ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები, როგორც პროზა, ასევე პოეზია და თავისი გამომცემლობითი საქმიანობით კიდევ უფრო აღარმავებდა ჩვენს ურთიერთობებს. ჩვენ ძალიან ვწდია, რომ ასე ადრე განეშორა იგი წუთისოფლს, მაგრამ რაც მან გააკეთა, იგი არის დაუფასებელი და უყურებელი ჩვენს ურთიერთობებში. ნათელი და მარადიული ხსოვნა ძვირფას ანაიდას. ნამდვილად ასე იყო და მე არ შემიძლია რომ ორი სიტყვით არ ვთქვა ალმანახთან დაკავშირებით. ჩვენ გვესწრება სრულუფლებიანი ელჩი სომხეთიდან ბატონი დანი. ალბათ აი ეს დღევანდელი შეხვედრაც უნდა გახდეს საფუძველი იმის, რომ გაგრძელდეს ამ ალმანახის გამოცემა, იმიტომ რომ გაჩერდა ანაიდა შემდეგ აღარ გამოდის და არა და კარგი საქმე კეთდებოდა. მე მახსოვს რომ ანაიდა ამბობდა რომ უნდოდა რომ მომდევნო ნომერიო ქართულ ენაზეც იყოსო, ორენოვანი იყოს, ბილინგური გავაკეთებო, მაგრამ სამწუხაროდ გაჩერდა და ალბათ არის დრო რომ ეს გავაგრძელო. მე რაღაცა განცდა მაქვს ისეთი რომ ანაიდა დღეს აქ არის, ჩვენთან არის და ყველაზე მეტად რა გაუხარდებოდა, ჩემთვის ვფიქრობდი და ნამდვილად გაუხარდებოდა ალმანახის აღდგენა, ნამდვილად და იმედია რომ ეს ასეც იქნება. ბატონ ვანს ვთხოვ ორივე სიტყვით.
სულ ამას მეუბნება. და წავიდა ფაქტურად ახალგაზრდა. სულით და გულით იყო 17-18 წლის გოგო. ვინც ახლოს იცნობდა, ის აი სული, გული, მოქცევით იყო. ავიწყდებოდა, რომ არის უკვე 60 წლის, 65 წლის, 70-ის. ანაიდა იყო მართლაც ძალიან დიდი პოეტი, ძალიან დიდი. მე შემიძლია ვთქვა ის, რაც თქვენ არის. ანაიდა არის მესამე პოეტი და მესამე მწერალი ძალიან ცნობილი სომეხ-ქაო პოეტებს და მწერლებს შორის, რომელიც დაბადებულია ქართულში, თბილისში, შაუმიანში და რასაკვირველია, ანაიდა ამ ჯგუფში ორი პოეტი და ორი მწერალი არიან ძალიან ცნობილები. ერთი არის მარო მარქარიანი პოეტი, რომელსაც არის ფრანცისკო და თარგმნილი. მეორე არის ხრიქსიმე პოგოსიანი, რომელიც დაბადებულია თბილისში, ცხოვრობდა თბილისში 32 წლამდე, ერევანში იყო. ამ ორ შორის წიგნების გამოცემაში, ვთქვათ, მარო მარქარიანს აქვს 52 წიგნი გამოცემული. ჩვენ ხრიქსიმეს აქვს 37. ანაიდას აქვს 10 წიგნების გამოშვებით. ანაიდა არის ამ თბილისში, საქართველოში დაბადებული პოეტებს და მწერლებს ქალებს შორის არის მეორე, მარო მარქარიანის შემდეგ. მისი მოღვაწეობა მე არაფერს არ ვიცი და დავამთავრე ვიცი. აქ ამ პატარა დარბაზში შეკრებილი რაც სამუსიკაცი რაც ფიქრობთ მამალასთან ერთად რომ დიდ დარბაზში რუსთაველის თეატრში ესე ფიქრობთ მოხდა ის ამბები რაც არის დღეს და ჯერჯერობით არის ჩვენს გეგმებში არის რომ მომავალ წელს მარტში ამ გაზაფხულზე უფრო დიდ იმიტომ რომ შესწორებ ანაიდას მარტო თბილისში ქართული წრე არის ალბათ 1000 კაცი და ჩვენში ალბათ სამჯერ კიდე მე ეს მართალია რომ მარტში გაზაფხულზე ჩვენ მასშტაბურად ამას გავაკეთებთ და მე მინდა ბევრი არც იცის რომ გარდა ყველაფრისა რომ იყო ძალიან მჭიერი პოეტი ანაიდა იყო ბოლო საქართველოს მწერალთა კავშირის სომხური სექციის ბოლო არჩეული არ დანიშნული ცეკას მიერ არამედ მწერლების მიერ იყო არჩეული ამ სექციის თავმჯდომარე. გარდა ყველაფრისა ამ მწერალთა კავშირი რაც ანაიდა რამდენი წიგნი გამოუშვა მერანში სომხურ ენაზე. ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი რა იყო და რა არის საქართველო, რომ ვერაცები კარნახობენ, რომ აი ინტერესების მიმართ იყავით ესე ყურადღებიანი ვიქტორს მოდით საქართველოში ნახე ინტერესების მიმართ საქართველო როგორ იქცევა და როგორი არის წერალთა კავშირის სომხური სექცია აზერბაიჯანული მიმოშები არის სკოლები. ესეც ნათელი მაგალითია წერალთა კავშირი ამ შემთხვევაში ბოლო აი 20 წელია ჩვენი მაღლა ვიცით რეზოს ტვილი იმაში რომ აი რაც თქვა რეზოს ახორციელებს დღემდე რომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ ორი ქრისტიანული კუნძული ოკასიაში ხო რეზო ამას ამბობ ჩვენ და მე
ამით დავამთავრებ და ზებიანის თმა მინდა დავიდები ყველა რეზოს დიდი მადლობა თქვენი ურთიერთობა მართლაც დავიცი. გავმართოს ანაიდას, ცოცხალ ანაიდას, გავმართოს მის შემოქმედებას იქნება წიგნის პრეზენტაცია აი დიდ დარბაზში. აი როგორც ჩავიზიდეს პირველად რუსთავის თეატრში, ალბათ რუსთავის თეატრში. იმიტომ რომ ანაიდას ბალიშიკები ძალიან ბევრია საქართველოში და აქაც რომ ხედავთ, იშვიათი ის არის ქართველები არიან უბრალოდ ჭარბობენ ქართველები ესეთ ვითარებაში ჩვენ საერთოა სხვა დიდ მოღვაწეების არახაშატურიანი ტიგრან პეტროსიანი ქართველებიც მოდიან ჩვენთან ერთად და ეგენიც არიან ჩვენი მიწის ქართველი მიწის და დიდი მადლობა გავმართოთ ანაიდას შეხვედრამდე მომავალ წელს ძალიან დიდ დარბაზში. ნამდვილად აუცილებელია გაზაფხულზე გვექნება დიდ დარბაზში და ეხლა კიდევ ერთი რამ გაცხადდა ჩემთვის რატომღაც არ მიფიქრია ეყობა ამაზე რომ ანაიდა იყო ბოლო წარმომადგენელი საქართველოს მწერალთა კავშირის სომხური სექციის. იცით, ახლა მახსენდება ბატონი ლევონ ანანიანი. მის დროსაც როგორი აქტიური იყო ჩვენი თანამშრომლობა. არ გავიდურდა თქვენ რომ ღონისძიება არ ქონოდა აქაც ერევანში, სომხეთში, კავკასიაში და ესეც ერთგვარად ჩემთვის ძალიან გულსაფრენია, იმიტომ რომ მე ძალიან მაკლია ანაიდა და ჩემთვის ეს ძალიან მგევნეულია. ამიტომ დღევანდელი დღე იყოს წინაპირობა იმის, რომ ერთი რომ ალმანახი ხიდი გაგრძელდეს, ბატონ აშოტს ვთხოვოთ, მეორე რომ თავდაპირველად ყოველს ვთხოვოთ, რომ სექცია სომხურ მწერალთა საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული გაგრძელდეს და მე ვიცი რომ საქართველოში ბევრი სომეხი მწერალი ცხოვრობს და ასე რომ ეს დღევანდელი დღე ამითაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვესწრება დღეს ჩვენთან არის ბატონი სოსი სიბუა. მე მინდა კიდევ ერთხელ მამაღლა მივუწოდო მას მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი სწავლება. აი სრულდება მალე 8 წელი მას შემდეგ რაც ანაიდა ჩვენთან აღარ არის. მაგრამ ის ფაქტი რომ აი ამდენი ხალხი მოვიდა ის სომნას პატივს რომ მიაგებს ეს მას ნიშნავს როგორ გული დასწვის როგორ პატივს სცემდა და პატივს სცემენ მას. მოხდა ისე რომ მე და ანაიდა ახალგაზრდობაში ერთად მუშაობდით გამომცემლობა მერანში. მერანს ჰქონდა რუსული სექტორი, იქ იყო სომხური სექციაც, მარკ იზრაელოვიჩი იყო მოგეხსენება თქვენ რუსულის, აგარშაკოვიჩი იყო სომხური სექციის და აი სრულიად ახალგაზრდა ანაიდა მიიღეს სამსახურში. მაშინ ანაიდა არ წერდა, არ თარგმნელი იყო არც ისა, მაგრამ მერე თანდათან ის ჩაერთვა ამ პროცესებში და გახდა ერთ-ერთი მართლაც დიდი გულშემატკივარი ქართული და სომხური მწერლობისა. აქ ბატონ ვარეზომ აღნიშნა იმ დიდ ურთიერთობაზე, რაც ქართულ და სომეხ ერებს აქვს. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი მწერლობის პირველი ძეგლი არის შუშანიკის სამება. შუშანიკი არის სომეხი, რომელიც თავს წირავს ქართველებისა და საქართველოსათვის. აი ასეთი ტრადიციების ერთ-ერთი ღირსეული გამგზავრებელი იყო ანაიდა ბოსტანჯიანი, შესანიშნავი შემოქმედი, თარგმნელი ქართული, სომხური, რუსული ენების
დიდებული მცოდნე და მართლა იქ ხალხის მისი ვსწავლა ჩვენ ყოველთვის მოიგონებს მას როგორც ჩვენს ეთილმეგობარს ჩვენი მწერლობის მოწინააღმდეგეს. ათელში იყოს ანაიდას სახელი. Აბა წაიკითხა ერთი ლექსი და მე მინდა კიდევ ერთი წავიკითხო, ამით ნამდვილად ნათელი გახდება როგორ უყვარდა ანაიდას საქართველო. მტკვარი, ჩემი დაბადების მოწმე მტკვარი, ჩემი დარდის გამგებელი დასტაქარი, ამ ცხოვრების ერთადერთი თანამგზავრი, კნესის ტკბილად თვით აშურის საზანდარი. როდიერდა ჩემს ქვეყანას მუდამ დარი, ესეოდა უთვალავი მტერთა ჯარი, იფარავდა ღვთისმშობელის თეთრი კალთა, წმინდა ნინოს ლოცვები და ვაზის ჯვარი. რამდენ წარე დღეთა მოწმე არის მტკვარი, საქართველოს მდინარეთა ალამდარი, არც კი იცის დედა მტკვარმა რა დამლა, წმინდა არის ჩემთვის მისი მღვრიე ტალღაც, მტკვრის ჩქერალებს ეხეთქება ჩემი გულიც, მტკვარი ჩემი ოცნება და სიყვარული, არ აქვს ტრფობას, არც საწყისი, არც სასრული. მე მინდა ვთხოვო დავით შემოქმედელს. მე ვიცი რომ ანაიდა იყო რუსთაველის საზოგადოების წევრი. ესოცა ასეთი შფოთიანი დღები უდგას ჩვენ სამშობლოს და ჩვენი საზოგადოება ასეთ ნევროტონულ მდგომარეობაში არის. ფიქრიცეთ ადამიანებზე, რომელნიც სიყვარულს ასწირებენ, სითბოს ასწირებენ, სათნობას ასწირებენ, აუცილებელი და მნიშვნელოვანი. ერთი ასეთი გამორჩეული სახელი იმ დიდ მეგობრობაში, ჯოვანეს თუმანიანთან დაკავშირებული და ჩვენი კლასიკოსებიდან დაიწყო, გახდათ ჩემი ძვირფასი უახლოესი მეგობარი ქალბატონი ანაიდა. Because ახლა ჩამესმის დავით ჯან და ვხვდებოდი უკვე რომ რაღაც სიმდებოდა. მე არ ვიცი ასეთი გული ხადობა, ასეთი უანგარობა ჩვენს ჩვენი საზოგადოება რაღაცნაირად აი საშუალოზე გამოსული პრობლემებზე შემდგარი საზოგადოება რომ არის საიდან ეხარებდა აი ამ უანგარობა, ამ სიკეთეს ზოგჯერ ისეთ უხარხულება მქონდა. ყველაფერი რომ ჩემი მიეტანავდი ყველამდე, ჩემი ინტერვიუები კონკრეტი ვექცებოდა, ჩემი წერილები, ნოველები, გამოსაჩენი ლექსები, წიგნი, ჩემო ბატონო, მაგრამ მან მნიშვნელოვანი სახე გაუკეთა მწერლობაცო, ვაჟარ შაველა, ჩემო ბატონო, გრიგორ ნოვაკიძე, ჩვენი კლასიკოსები, ძალიან ბევრი მან მიეტანას ყველამდე და ამასთან ჩემო ბატონო, სომხური ლიტერატურა მოიტანა ჩვენამდე, ოქროიანი მოიტანა, სამველ გრიგორიანი, სონავანი, ჩვენი თავის მწერალი, ჩვენი მეგობარი ამერიკაში ცხოვრობს და ძალიან სხვა ბევრი მნიშვნელოვანი წერილი. აი ნამდვილი ქართული კულტურის დესპანი, რომელიც ორი სამშობლოსი გულით დადიოდა და მე ძალიან მიკვირდა როგორ ახერხებდა, იმიტომ რომ ის გამოსცემდა ახლა ითქვა რომ აი ესეთი დიდ ალმანახს, დიდებული ალმანახს ხიდიდან არავინ გიზღვებით არ იყო თითქოს როგორც იცი ერთი ადამიანი ამ ხელას საქმეს როგორ აკეთებდა ჯერ მარტო ჩვენი თარგმნა ხო რა ძალას მოიწევს მე ტექნიკურად ისი გამოცემა მე ვიცი რეალიზაცია და ამ გულს მე ვცნობდი ყველგან ვცნობდი მაშინაც როცა ჩვენ შეგვიწევდა ერევანში ჩასვლა სხვადასხვა ქვეყნებში და ერთად რომ დავდიოდით ყველგან ვცნობდით რომ ერთგული დაყავდა ის როგორ აფასებდნენ მას სომხეთში ეს საკე თემაა რა თქმა უნდა და ზოგადად ეს თემა ქართულ-სომხური თემა თუნდაც ერთი ადამიანი იყოს ისეთი როგორც ანაიდა იყო როცა ორიელი ასე უყვარდა როგორ შეიძლება ჩვენს შორის ოდნავ თუნდაც მექსოდენა გაუგებრობა იყოს მით უმეტეს რომ ჩვენ ხალხად დიდი მეგობარი ხარ სომხეთის წერალთა კავშირის თავმჯდომარე აღსასრულებული
ლეონანიანი დიდებული პიროვნება, საოცარი პიროვნება. ჩუბატურო ასევე თარგმნელი თქვათ ესეც ქართული ლიტერატურის და მისი მანძილეცმა ხშირი მოთხრობები თარგმნა გახდა ნაყვალა გეულქოვა და ქართული წერილს როგორც მსახურა ის ჩვენ გვყავს ახლა დიდი მეგობარი გაგის გავითიანი და ყველას მინდა მადლობა უთხრა ახალ თავმჯდომარე ჩვენი მეგობარია მელიტონიანი და ყველა ეს ადამიანები ქმნიან ამ დიდ საოცარ რამეს სადაც არ შეიძლება ოდნავ და სპიკოლის პროცესი ორჯერ უკიანი შეიძლება თქვა ჩაერევა და მე მართლა ძვირფასი დღეები მაქვს მართლა საოცარი მოსაგონარი წამებია და აი ჩვენი დერად ახლოს ვარ ხაოსი და ქართლოსი ყველა ვიცით ჯერეთი რომ დავიწყოთ ჩვენს შესვენიდან და მე ჩვენ ხო ამ კავკასიაში ჩვენ ხო ხედავთ დანარჩენი მსოფლიო როგორ არის და დიდი სახელმწიფოების ინტერესი როგორ უნდა მივერცხოთ ერთმანეთს ვეფხისტყაოსანში ხო არის ასეთი რომ თავის საფოს ეუბნება ფინანსი წადი იგი მოკლეცებნები და იარ ამან მოიარა ხელი სამყარო ჩვენ ხო ხელის შეცებასავით ახლოს ვართ ჩვენი სომხების დღეებით და ჩვენ სიკვდილი კიდევ კავკასიის სხვა ხალხი ამიტომ ჩვენ თვითონ დავიწყოთ ერთად უნდა ვიყოთ მუდმივად ერთად უნდა ვიყოთ და ამით მოიტანოთ მშვიდობა და სიმშვიდე დღევანდელ სოფლიოს და ჩვენს ოჯახებს და საქართველოს და სომხებს და მე კიდევ ერთხელ ხავს ძვირფასი ანაი და თქვენის წინაშე ნათელშია ჩვენი ძვირფასი მეგობარი მე პირადად და ჩვენ მუდმივად ვალში ვრჩებით მასთან ბოლო მოსახლეობა ნათელი ვისურვ ეს დარბაზში გაწმობრივად ყველას უნდა რომ ორივე სიტყვა გითხრას და ამიტომ მოკლედ რომ საკუთრებო საქმეები და ეხლა მინდა ხოლმე კათოლიკურაზეს უსწავლის თეატრის სახელს აიკითხოს ქართული მაღალას მიერ თარგმნილი ანაიდას ლექსი იცი? მაგათერი, ბადრი დამზადი შეიძლება ლამაზი ქალი შემოვიდა, ლამაზი. იცი? როგორ გაიგე? ამ გულს დატეხილ ომებს. ჩემში მრავალი ქალია. შენ უღალატე რომ ხან მოგიბინე ხანავარ, ხან ლალა ცეცხლოვანი, ხან მივიწებენ, ხან ყველას ჩემს გზაზე რჩება თვალი, ხან ეხა მიწისკენ მოდრეკილი, ხან ზღვის ქაფიდან და ხანაც ნეკნისგან ვარ შობილი. არის თუ რას აკეთებ, ეს კარგად ვიცი ჩემს. ზოგჯერ ამ გულის მომკლები, ზოგჯერ ღიმილის მჩენო, ჩემში 1000 ქალია, შენ უღალატე რომელს, ნურას, ამას და დიდებს, შამირას, უთამყრობელს. ეს გული ჩარაზულია, სხვა საიდუმლო ბეჭდვა, სხვავარ უძილო, უსაზღურო, ვერ ამახელო ბეჭვი, მე ვერ მაცდული ბზადამო, მაგ სიყვარულის ხუნდა, შენი ნეკნისგან შობილი, ღამაც გპატიო მუდა. ბატონმა აღნიშნა რომ დარბაზშიო ქართველები ჭარბობენო და ამიტომ მე მინდა ქალბატონ მარინას მოსესოვაკიაკოსიანს ხო ჩვენ ძალიან ხშირად შევხვდრივართ ერთმანეთს
ვიცნობთ უბრალოდ ანაიდას წამსვლის შემდეგ იშვიათი გახდა ჩვენი შეხვედრები. მოგზაურობთ თავისუფლად. Молодая, красивая, задорная, энергичная, талантливая, трудолюбивая. И все это правда. Она была удивительной, яркой женщиной, искрящейся, вот просто фонтанировала она энергию. Такая жизненная сила была в ней, что она могла с любым человеком поделиться. Я ей благодарна, она успела и мне сделать доброе дело. Как-то пришла и говорит, ты должна перевести болгарского поэта. Я говорю, я не переводчик. Нет, ты сможешь, давай переводить все. Она заставила перевести меня. После этого я стала переводить, перевела много книг, даже антологию армянской волны. Да, это все благодаря она. Трудолюбивая она была в Кубе, очень трудолюбивая. По-моему, она на своей работе просто сгорела, что она работала. Надо все-таки человеку щадить себя и любить. Да. Она была настоящим мостом литературным между Грузией и Арменией. Это действительно так. И она искренне любила Грузию. Я могу подтвердить, потому что она мне лично говорила, как любит грузинский народ. И такая чудесная литература, поэзия. И она искренне любила. Не на словах, просто так. Да. Ну, если можно, я прочту стихотворение как бы от ее имени. Когда сей мир покину я, жизнь будет дальше продолжаться. Тепло струится от огня, а счастье от любви рождаться. И волны будут биться вновь, дробясь о скалистые кручи, и от них истовых ветров свинцовых сгущаться тучи. Луч солнца будет свет нести, даря земле палитру прекрасок. Все так же будет сад свести, а люди жить под силью масок. Опять в расщелине миров сменяться будут дни и ночи, и долгожданная любовь вновь оживит сердца и очи. И звонкий соловей среди роз все будет так же заливаться, и от соленых жгучих слез сердца влюбленных разрываться. Цветная бабочка в окно вновь залетит, резвясь, порхая. Опять игристое вино наполнит ваш бокал до края и осушить его до дна. Вы с увлажненными глазами, любя, помяните меня, и в этот час я буду вами. მე როგორც ვიცი, ბატონი მიხეილ ანგანოს სულს და მინდა გთხოვოთ, მე ვისაც ვერ გამოვაცხადებ, თქვენი სურვილით, რომ მოგზაურობთ. ბატონო მიხეილ. Пару слов, сказать, об Анаите Константиновне, она немного говорили, я просто то хочу отметить, что знаю я ее с 2001 года, когда вступил в Союз армянских писателей Грузии Вернатур. Было немало, конечно же, общений, публикаций, ее Калуги вместе выступали на разных мероприятиях, в частности и на разного рода мероприятиях, и на конференции на международном, не помню, конференцию в Цахкаторе, тогда как раз председателем Союза армянских писателей, писателей Армении был Левон Ананьян. Да, в общем, много можно говорить, но я просто хотел бы сейчас в память об Анаите прочитать пару своих переводов из ее поэзии. Вы знаете в оригинале, многие из вас слышали наверняка в переводах Макбалы Кланашвили. Она многие стихи тоже Анаиту перевел я. Вот одно из них посвящение пишет царь Чаренцу. У развалин дома Чаренца. Когда-то, так мне говорят, твой дом стоял здесь как оплот.
Он был и город твой сад, отчизны светлый небосвод. Теперь лишь тишина царит, никто не встретил тут меня. Нет никого, ведь все ушли дорогою небытия. И дома, или перед ним любил всегда играться ты, и даже в волнах карз реки, как рыба мог плескаться ты. Улыбки девичьей был рад, как в солнечных лучах сиял, любовью или тоской объят, из пепла фениксом восстал. К чему теперь тебе любовь, Армения, любовь твоя? Зачем плоды с твоих садов, а не стихия слов твоя? И век свой больше не зови, бессмертен будет он всегда. Надгробие ни к чему, Масис, твоя надгробная плита. Я выбрал два стихотворения не случайно. Одно вот, она действительно верной дочерью двух народов, армянского и грузинского. И вот то, как она, вот тут посвящение как раз вот и Армении, которое касается, и вот с другой посвящением, хотя она вот у нее всегда, когда мы с ней работали, я помню, сердце у нее всегда болело, потому что, по-моему, сами знаете зачем, по своей исторической родине, по той части, которая потеряна, но и всегда вот она как раз об этом и говорила. Но вот что я сейчас хочу сказать, что даже вот там, вот в тех местах, даже она всегда помнит о Тбилиси. Вот это характерное, весьма символическое стихотворение. Барагаван называется. Я ладан со свечой возжигаю, дань отдаю заросшим мхом камням, и от молитвы плач не отделяю. Барагаван, святой древний храм, сколь теплится в твоих стенах желания, горят мои под куполом мечты, столь и в тебе не заживают раны. Они похожи очень на цветы. Я на коленях приползла без силы, в резных узорах каменный порог, в них взгляд мой нечто вдруг приворожило, был с лепестками желтыми цветов. Здесь крохотный родился огуречек, хоть и колючий, в нем душа жила. Его я как реликвию лелея в родной Тифлис на память привезла. ქართული და სომხურად. მართლა საოცარია, მე ვერ ვიხსენებ სხვა ასეთ შემთხვევას. ახლა მინდა ბატონ ბადრი ქუთათელაძეს ვთხოვო სიტყვა. ბადრი. მივესალმებით. მოგესალმებით ლუკასო მოგიბრუნო. დიდი მადლობა ყველას პირველ რიგში. გასაკრებია საქართველოს ეროვნულ კავშირის კალბატონ მაღალას დონაშვილს. დიდი მადლობა სოხუმის საელჩოს საქართველოში. და ერთი რამ მინდა თქვა, შოთა რუსთაველი გვეუბნებოდა, არ დავიწყება მოყვისა, არ ოდის ბიზანტიას და ჩვენ დღეს გავიხსენეთ ის კალბატონი, რომლის ხსოვნა და რომლის გახსენებას არა მარტო ქართველისთვის, სომხებისთვის, სხვებისთვისაც ყოველთვის იქნება გარდა. ახლა რაც შეეხება კალბატონი ანაიდა ღირსეულად წევს ალვაბრის მიწაში სომეხი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პარტიაში. როგორც ერთ-ერთი გამორჩეული და ღირსეული მწერალი. ჩვენ ყველამ კარგად ვისმენთ კალბატონ ანაიდას თავისი კარგი ხასიათით, ურთიერთობით, დამოკიდებულებით, რა ვიცი, რამდენი რაღაცის გავხსენება შეიძლება. ჩვენ ერთად ვიყავით სომხეთში. მისი ღიმილი სულ უნდა ყველასთვის კარგი, სითბო, სიყვარული, იუმორი, ხიარული, აი ასეთი იყო ჩვენი ანაიდა და ჩვენი საგულმახსოვდება ყოველთვის აი ასეთი. ახლა რაც შეეხება ერთი ასეთი მომენტი გახდა. გამოიჩი საბავშვო წიგნი და ქალბატონი ანაიდა ნახა და მეუბნება პატრიკისე მომიწონა უნდა კარგი. სამწუხაროდ დაიწყო და ვერ მოასწრო. ისე წავიდა ამ ქვეყნიდან. სხვათა შორის ჩვენი ანაიდა როგორც დაიტირა სომეხმა ერმა, აი ასე დაიტირა ქართველებმა. და ქართველი მწერლებისთვის ანაიდას ამ ქვეყნიდან წასვლა იყო ძალიან დიდი დანაკლისი. ეს თითოეულმა ჩვენგანმა ვიგრძელით. ასია ადამიანი როცა ცოცხალია არაფასე ვიმდენა, მაგრამ რომ მიდის
შემდეგ აანალიზებ რაღაცებს. ალბათ ანაიდას პატივსაცემად ერთ პატარალექს დავიკითხე. უბის სიგნალს სინანულის ცრემლი ახლავს გამოაკვდა ეს რამდენი გამოაკვდა თუ გადავწერ ამ შევაფსებ ფურცლებს ახი არ გადავშვი მე შენს სახელს არ გადავშვი გაუმარჯოს ანაიდა კოსტანტინე მე მინდა პირველ რიგში თბილისის მერიას უთხრა მადლობა დღევანდელი წრისთვის, იმ ხალხებისთვის, იმ თანადგომისთვის, რასაც ხშირად ვგზნობ მისგან, მადლობა დღევანდელი წრისთვის და ბატონ ძალაკოვოს ყოველს ხოლოდ ერეკლეს მერე და დავასრულოთ დღევანდელი შეხვედრა. მადლობა გეცა 51 წელი დაიწყო კაბალე გათავდება კიდე გასწრე ერთ კავშირში შეუვაბიძე და გოლაფრია თუ გაგიწყდათ რომ აი ასეთი სიკეთით სიყვარული სიდარით გამთბარი ადამიანი იშვიათად შეხვედრია ანაიდა ბოლტაჯიანი ის პოეტი იყო რომლის პირველი დაბიჯერიც მე მახსოვს ანაიდა ბოლტაჯიანი ის პოეტი იყო რომელიც მოკიწებით ამის თითის სფეროებზე დადიოდა წელთა კავშირში და ეს ყვავილებოდა იმ მათსულებს ვინც შექმნა მე-20 საუკუნის ქართული მწერლობა და ვინც შექმნა ის სულიერება რომელსაც აი ესე გვაცლიან დღეს ხელიდან და ვერ წაგვაქვს და რატო იყო ასე იმიტომ რომ ბადლიერი ეიშვილი იყო ანაიდა ბოლტაჯიანი რა და ძალიან კარგად იცოდა რომ რომარა დავით აღმაშენებელი და ანისი შეიძლება სომხეთის სახელმწიფოებრიობა არ ყოფილიყო. კარგად ახსოვდა ისიც სპიტაკის დროს რომ პირველები ვინც ჩავიდნენ სპიტაკელების დასახმარებლად სწორედ ქართველი ექიმები იყვნენ. ეს ყველაფერი ახსოვდა და აი ამის გამო იყო ბადლიერი. თანაც ის არ იყო პირველი ადამიანი მას უზარმაზარი ტრადიცია უაგებდა ზოგს თუნდაც ოანის თუმანიანი ვახსენოთ და ბერტბერგას შეიძლება ბენიქს სეირანიანიც კი ახსოვდეს ეს სიკეთითა და პატრიოტიზმით სავსე პიროვნება რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირის სომხური ლიტერატურის სექციას და სულ ახლახან აღსრულებული ჩვენი ძალიან ძვირფასი და საყვარელი ივი შახტაზარი ადამიანი მართლაც ხიცროდ წარმოადგენდა ამ ურთიერთობებისა. აი ასეთ ხალხ ადამიანებს შორის იზრდებოდა ქალბატონი ანაიდა და ბუნებრივია რომ მათაც დიდი სიყვარულით გადაუხადა სამაგიერო ქართველობას, ქართველ მწერლებს, ქართველ პოეტებს, ყველას იმათ, ვისაც სიყვარულისა და ამაგის დანახვა შეუძლია. კათედრში არ ყოფოს მისი სულები. Marinas Comeleta ქალბატონი ანაიდა დიდი ისტორია უძღვის წინ ეს არის გზა რომელიც გაიარა მისმა ეროვნებამ გზა რომელიც გაიარა ქართველობა მაგრამ გზა რომელიც გაიარა თბილისი მე პირადად ვთვლი რომ თბილისი ეს არის დედამიწის საოცრება იმიტომ რომ ყველა ერი აი ამ ქალაქში თავს გრძნობდა ისე როგორც სამშობლოში ყველა ერს შეჰქონდა თავისი განსაკუთრებული
კოლორიტი და იქმნებოდა თბილისის დიდი კულტურა. სხვათა შორის თანამედროვეობის ერთ-ერთ დიდ რეჟისორს სერგო ფარაჯანოვს როცა ჭიხეს რომელი ერის წარმომადგენელი ხარ თქვენ არც ის უთქვამს სომეხი ვარ არც ის უთქვამს რომ ქართველი ვარ თბილისელი ვარ ანუ ამით მან ხაზი გაუსვა ფაქტიურად აი ამ ქალაქმა ლამის ახალ ეროვნებას მისცა და საბაღა აი ეს თბილისელობა ქმნის ამ მატყლს სომხურ აზერბაიჯანულ ებრაულ სპარსულ მადლსა და სიკეთეს დაეწყურა ზეთქართული და მოგვცა სრული საქმე. აი აქედან მოდიოდა ქალბატონი ანაიდა. თბილისელი იყო ის. ეს უკვე ბევრ რამეს ნიშნავდა. ახლა მეორე მხარე მისი მოღვაწეობა როგორც თარგმნელისა. თარგმნიდა სომხურიდან ქართულად, ხოლო ქართულიდან სომხურად. ანუ გადო ხიდი ამ ორ ერთს შორის და დღეს ის რასაც პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ აი ამას ახერხებს კულტურა. კულტურა არის ყველაზე დიდი დესპანი. კულტურა არის ყველაზე დიდი მაცნე ერთა შორის. და ჩვენ როცა ქალბატონ ანაიდას თარგმანებს ვეცნობოდით სომეხ პოეტსა და წერილებს. მოხდა ასეთი რამ ქალაქ ტრიპოლში იყო ქრისტიანთა საერთაშორისო შეკრება. გამოვიდა იქ ბერბერი სასულიერო პირი. მოგვეხსენებ ესენი არიან ქრისტიანი არაბები. თქვა ისეთი რამ იმ დროინდელმა მსოფლიომ რომ აიტაცა. თქვენი კულტურა არის ის, რაც აკლია ჩემ კულტურას. გენიალური რამ. და რაც ვიძენდი ჩვენამდე ქალბატონ ანაიდას თარგმანების ხდებოდა ქართული კულტურის განაყოფიერება აი ლიტერატურით, რომელიც იქმნებოდა სომეხი ერის წიაღში. და მე მეცაც ვიტყოდი ყველაზე საუკეთესო ელჩი იყო ქალბატონი ანაიდა. აი ამ დესპანებზე უფრო დიდ საქმეს აკეთებდა ის. ცოტა გამიგრძელდა და დავასრულებდი ამაში. იროვნება იყო საოცრად. აი როგორ ხდებოდა ისი გეგონება მთელი ცხოვრება ელოდებოდა შენთან შეხვედრას. სხვათა შორის მერანში როცა მივდიოდი ბევრჯერ დავტუქცი ვარ მე, იმიტომ რომ ვაგვიანებდი წოლის მოყვანას და ბევრჯერ დავტუქცი ვარ ამის გამო, მადლობელი ვარ მისი. ცრემლის მოდენამდე იყო ყოველი ჩვენგანის ახლობელი. აბარა კაცო, სინათლე, აჰა. ანიში, აი შეჯირაზე საფონის გარშე წავიდე. ახურიანის ნაპირას. შენ რომ გიცქერ ახურიანი,
გული ამიტირდება წაუღია მაგ შენ ტალღებს წარსულ დღეთა გიდება სიყვარულის ნაცვლად გასვეს სიძულვილის წამალი საპატარძლოს სამოსელზე ვინ შეგიხსნა კამარი გაგიხდია თეთრი კაბა ჩაგიწვია ძაძები დაგიშვია სასახლეში გიშრისფერი ფარდები ერთ ნაპირზე სიმღერა მეორეზე გოდება ერთიანი სომხეთი შენ სიზმრა მოგაგონდება ერთ ნაპირზე ქვებსა ყოცნი მეორეზე ლელიანს ნაპირები მონატრები ერთულს ვერ ხვევიან შერომ გიცქერ გულ გაპობილს სული ამიტირდება წაუღია მაგ შენ ტალღებს წარსულ დღეთა აი დახმარია მაგრამ ვერ დაიწყო მათანი გურამ ბათიაშვილი შემოგვიერთდა გადამურა ყველა თორიობის იყასთან მე უკვე დასაუბრე ვახობდა ჩვენი შეხვედრა სანამ გულებს ხო მარინა თეთრუმანიძეს ხო მოკლედ დღეს ანაიდას დღეა და გვინდა რომ ჩვენი გულები ყველა ყველას მადლობა ვიწყობ მე მგონია ეს ერეკლე გავწადდა მე მეგობრებო რომ ანაიდასთან იცის ვარმა როგორი ახლოურთიერთობა ჰქონდა ჩვენ და ფიქრობდი რა უნდა მეთქვა და გამახსენდა რომ ანაიდას მე წერილი მიწერე როგორ ცოცხლად და მიშოს გავუგზავნე და აი ამ წერილს საკითხი წერილის ფორმაზე ვფიქრობდი ხან ასე ვიფიქრე ხან ისე და ბოლოს გადავწყვიტე პირდაპირ მომეწერა შენთვის ისე თითქოს დღესაც ცოცხალი ხარ და როგორც არაერთხელ ვისაუბრია გულახდილად ისე გასაუბრებოდი ჯერ ამ ბარათის შინაარს გაიგებდა დედამიწურად გაიგებდა სიცოცხლის სიკვდილის ხიდზე მოსიარულეებმა ვიცით რომ ჩვენ შორის არსებობს უხილავი კავშირები არსებობს სიყვარული რომელიც სიცოცხლესავით მარადიულია ჩვენ ერთდერებად ვიმუშაობთ მე საბავშვოში შენ სომხურ გაზეთში ყოველთვის მიხარობდა შენი დანახვა შემოდი მარინა ჯან ვილაპარაკოთ მეთქოდი და რედაქციის კაცსაც მიდრებდი და გულისას ჩვენთანაც ხშირად შემოდიოდი თარგმნისას რომელიღაც ქართული სიტყვა გაგჭედავდა და თითქოს თავს იმართებდი ისე გოგოჩებოდი ამიხსენით ერთი ამ სიტყვის მნიშვნელობა რაღაც კარგად ვერ გავიგეო ასეთი სიტყვები იყო დიადემა როშვა უბნობს ბატიფეხური და სხვა ჩვენ პირზე ღიმიდი გადაგვეფინებოდა და მთელი მონდომებით გიხსნით სიტყვის შინაარს სახეზე კმაყოფილი გადიოდი და ახალი უცხო სიტყვის აღმოჩენამდე სულ მილიანი დადიოდი მე შენობა დავკარგეთ და გაიშვიათდა ჩვენი შეხვედრები ოღონდ სიმართლე რომ ვთქვა სადაც გინდა მენახე ყოველთვის დიდ პატივისცემას და სიყვარულს ვძლობ შენ მიმართ დამეფიცება მე არ მithonია ერთ ჩვენი ერთ დღეს მომწერე მარინა შენი ლექსი გადავთარგმნე იმ სიხარულს და მადლიერების გზნობას რა დამავიწყებს პირველს მეორე მოყვა მეორეს მესამეს მეოთხე და რომ არა ეს ვერაგის სიკვდილი ალბათ არაერთხელ გამახარებდი ჩვენ შეჭრებულ ყოფაში ადამიანები საფასურის გარეშე არაფერს აკეთებენ და ამ ჟესტითაც დამანახე შენი დიდწულოვნება უანგარობა ჩემო ანაიდა ძალიან წუხარო ამ წერილის დაწერა მიდება შენი წასვლის შემდეგ წუხარო ეს ყველაფერი ვერ გითხარი სანამ ცოცხალი იყავი მაგრამ მერწმუნე შენგან გაღებული სიკეთე ყოველთვის გამიდგოს შენი ყოველი გახსენებისას თუ თარგმანებთან შეხვედრისას უზომოდ გიყვარდა საქართველო და ყველაფერი ქართული სუბუქი იყო შენთვის ქართული მიწა შეხვედრამდე შეგოცული ხარს აი ამ დარბაზში უკვე სამა ავტორმა თქვა რომ ისინი წარმოადგენენ ქართულს. ეს შეგვესწრებიან ანაიდას ქალიშვილები. მარინა, გაიანე,
საოცარი გოგოები, საოცარი მე ძალიან მიყავს მათ მარინა და ანაია გაიარეს თხოვს გოგოები ანაიდა ბოსტანჯიანი როგორც მწერალი, როგორც თარგმნელი, როგორც საზოგადო მოღვაწე და უბრალოდ როგორც ადამიანი. ანაიდა ნამდვილად იყო წყინვალე მწერალი, იყო უწყინვალესი თარგმნელი. ეს თქვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ აი ასეთი გარემო შეიქმნა, იმიტომ რომ ყველა სიტყვა, თითოეული ასო დედასადმი აი აქ გამოთქმული იყო ჩვენთვის ძალიან დიდი სიამოვნება. მაგრამ მე მინდა გითხრათ ორდროზე სიტყვა დედაზე, როგორც ანაიდაზე, როგორც დედაზე, როგორც ადამიანზე, რომელიც იყო ნამდვილად უკეთესი მშობიარესი ადამიანი. დედა იყო ზნუველი დედა. დედა ჩვენთვის, ჩემთვის და გაიანისთვის იყო სამყარო, როგორც ყველა დედა თავიანთი შვილებისთვის. მაგრამ აქ სხვა სიტუაცია იყო. აქ დედა იყო ჩვენთვის როგორც დედა, ასევე მამა. თქვენ კარგად იცით, რომ დედამ ძალიან სულშიზა გამოიარა და ძალიან ბევრი განსაცდელი აქვს გამოფილი. ერთ-ერთი ძალიან მძიმე იყო ის, როდესაც ის სამშობიაროდან სახლში მოვიდა და პატარა ბავშვი გაიანეთისელს, რომელიც 2 დღის იყო და მე სახლში ველოდებოდი ვიყავი 1 წელი. და დაასაფლავა საყვარელი მეუღლე. ამის მერე დედას წინაშე დადგა ასეთი გამოწვევა, ასე ვთქვათ, რომ უნდა გაზარდოს და უნდა აღზარდოს თავისი შვილები. და მან ნამდვილად ეს მოახერხა და მოახერხა მე მგონი იმისთვის, რომ ჩვენ არ გვეგრძნო უმამობა, არ გვეგრძნო და გვეცხოვრა კომფორტულად. და ნამდვილად მე მახსოვს ჩვენ სახლში ჰქონდა სანათი და ამ სანათზე იყო ასეთი პატარა რაღაცა მატერიალები და სინათლის მომატება და დაკლება იყო შესაძლებელი. აი მახსოვს ის ღამეები, რომელსაც დედა ათენებდა და თან იმ შუქს კი არ ამატებდა, პირიქით აყლებდა იმისათვის, რომ ჩვენ მიდად დაგეწინა. აი ეს იყო ესეთი იყო დედა, აი ესე გავზარდა დედა და იცით რა, აი აქ ზუსტად დედის გარდაცვალების შემდეგ მე დამესწრებს სიზმარი. და ზუსტად აი ეს დარბაზი, აქ დადიოდა დედა, აი ამ რიგებში კი ბატონო დადიოდა და მას ვერავინ ვერ ხედავდა, მხოლოდ მე ვხედავდი და რო შეამჩნია რომ მე ვხედავ, მომიწრიალდა და მეუბნება, იცი რა, მე მაინც არ ვყარო. და აი ეხლა გძნობ დედას არ ნამდვილად და ამიტომ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ მოაწყვეთ და ორგანიზებთ ეს საღამო კაბოტომაკოვა, კაბოტომანანა და თან მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ თითოეულს, რომ მოხვედით და მიაგეთ პატივი დედას.